არ არსებობს ოპოზიციის ის კვოტა წარმოდგენილი, მაგრამ ამას ახლა არანაირი დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ პარლამენტს ჩვენ ვთვლით არალეგიტიმურად. დაგვიბარა მე და ბადრი ჯაფარიძე, კომისიის სახელი ალბათ ყველა მიცით, ეს არის ნაციონალური მოძრაობის პერიოდის შემსწავლელი კომისია და რატომღაც ერთ-ერთი პირველები დაგვიბარეს იმისათვის, რომ გააგრძელონ ის პოლიტიკური დევნა, რაც ჩვენს მიმართ, პირადად ჩვენს მიმართ და ბადრის მიმართ მიმდინარეობს აგერ უკვე მე-6 წელია იმ დღიდან დაწყებული, რა დღესაც ჩვენ გადავწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა. ამას ალბათ ყველა თქვენ მედიის წარმომადგენლები აკვირდებით, რომ აქვს ინტენსიური ფორმა და ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ საქართველოში მოკვდეს თავისუფალი აზრი, რომ ყველა თავისუფალი და დამოუკიდებელი პოლიტიკოსები ან პოლიტიკური ჯგუფი, ამ შემთხვევაში ჩვენ იქნას დისკრედიტირებული და ტყუილი და მართალი არეული ერთმანეთში მიეწოდოს საზოგადოებას, რათა მოხდეს, პირდაპირ ვიმეორებ, მოხდეს პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური სივრცის გასუფთავება, პირდაპირ ვიტყვი კრიმინალური ქართული ოცნების ძალაუფლებისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენს მიმართ იყო დაწყებული 4 წლის განმავლობაში აბსურდული ბრალდება, ეს არის ფულის გაერთრების ბრალდება, რომელსაც ჩვენ რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მურუსიძის სასამართლო ატარებდა ამას ყველაფერს და ის პროკურორები ხას უსვამ, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროსაც იყვნენ პროკურორები, ის მოსამართლეები, რომლებიც ხას უსვამ ნაციონალური მოძრაობის დროს იყვნენ მოსამართლეები, ჩვენ არასდროს მიუხედავად ამისა არ გვითქვამს უარი სასამართლოში სიარულისზე არ დაგვიტოვებია ქვეყანა და არც ახლა ვაპირებთ. ამიტომ ჩვენი არ მისვლა ამ მართლა საცირკო სანახაობაში, რომელსაც ქალბატონი თია წულუკიანი ხელმძღვანელობს, აქვს ამ ხრივ ძალიან სერიოზული არგუმენტი, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ხედვა, ჩვენ პარლამენტს არ ვაღიარებთ ლეგიტიმურად, ამის გამო ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ დატოვა მანდატები, არ ეთანამშრომლება ამ პარლამენტს და უფრო მეტი მას არ აღიარებს არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ არ გვინახავს არც ერთი დასკვნა, სადაც ეს პარლამენტი შეიძლება იქნას ესე თქვა ჩათვლილი ლეგიტიმურად. აქედან გამომდინარე, ამავე დროს ვამბობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ექვემდებარება სრულად პროკურატურა და სასამართლო, მზათავართ მისივე სასამართლოში ნებისმიერი ბრალდება, რომელიც კი შეიძლება არსებობდეს მოგონილი, ტყუილი, დოკუმენტირებული, მზათავართ არგუმენტირებულად სასამართლოს წინაშე გავარჩიოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია. ანუ ჩვენ არ ვამბობთ, რომ უბრალოდ არ მოვდივართ და პასუხს არ გავცემთ. არა, ჩვენ ყველა ამ კითხვას, რომელიც არსებობს, აუცილებლად გავცემთ პასუხს სასამართლოში. რატო? იმიტომ რომ მე ვცემ პატივს საზოგადოებას, ჩემ გავლით ცხოვრებას და ბადრის გავლით ცხოვრებას და არაფერი დასამალი, მით უმეტეს დასაყვედრებელი, მით უმეტეს ესე თქვათ რაღაცა თავის სამართლებელი არ გვაჩნია. აქვე ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჩვენ რა თქმა უნდა შეცდომები დაგვიშვია, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, ეს არ ყოფილა არასდროს სხვისი ქონების მითვისება, ეს არ ყოფილა არასდროს იმ ნარატივის, ესე თქვათ, რომელსაც ინტენსიურად კულტივირებენ, რომ თურმე ჩვენი ბიზნესი ყოფილა რაღაც ბინების წართმევა და სხვისი ბიზნესების წართმევა და მე მასზე რაღაცა ხელის მოთმობა, მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობთ. ვერ ნახავთ ვერც ერთ кейს, ანუ ვერც ერთ მაგალითს, სადაც ჩვენ სხვისი დაწყებული ბიზნესი დავიტოვეთ და მე მასზე რაღაც ბიზნესი დავაშენეთ. არ არსებობს ისევე როგორც ვინმეს ქონება. ამიტომ ერთხელ სამუდამოდ ამას უნდა დაესვას წერტილი და ჩემი ბრალია, მინდა გითხრათ, რომ ესეთ სოციალურ ქსელში ესეთ შემოტევებს პასუხობდი პირადად, ვეუბნებოდით აბა დოკუმენტი დაადეთ და ასე შემდეგ, მაგრამ თურმე ეს ბუნებრივია, რომ ეს ფართო საზოგადოებამდე ბოლომდე არ მიდის. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ჩემი ბრალია ის, რომ აქამდე მსგავსი შეხვედრა თქვენთან არ მოვაწყე, ალბათ ეს თავიდანვე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ეხლა
რა სტანაგვაქვს საქმე. რატო დაიწყო ეს კომისია და რას ემსახურება ის? ჩვენი ქვეყანა არის საკმაოდ სერიოზული უფსკულის წინაშე, ყოველგვარი გადამეტების და ყოველგვარი ესე ვთქვათ გაფორმების გარეშე ვამბობ ამას და გეტყვით რატომ. პირველი, ქართულმა ოცნებამ მიიტაცა არჩევნები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არსებობს არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის მხარდაჭერილი აქტი, რომ ეს პარლამენტი არის ლეგიტიმური. ამის მერე ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება და გააჩერა ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის კენსვლა. ამის მერე ჩვენ დავკარგეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი შეერთებული შტატები, რომელიც მთელი ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან არის ჩვენი მეგობარი, გვერდში მდგომი და თუ საქართველოს დღეს და მისმა დამოუკიდებლობამ არაღიარების პოლიტიკამ და უამრავმა სხვა რამ რომელმაც აქამდე მოგვიყვანა, უზარმაზარმა ინვესტიციებმა და მხარდაჭერამ პრაქტიკულად ამას ხაზი გადაესვა და ჩვენ დოკუმენტალურად დავკარგეთ შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. ამას დაემატა ის, რომ ევროპარლამენტმა, ევროსაბჭომ, სხვა ქვეყანამ, სხვა დროს, ბოლო 4-5 თვის განმავლობაში გააუქმა ყველა ის ურთიერთობა, რომელიც საქართველოს ჰქონდა წლების განმავლობაში მოპოვებული და უფრო მეტიც გამოაცხადა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირები და შეიყვანა ისინი სანქცირებულთა სიაში. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და თვალშისაცემი არის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება შეერთებული შტატების მიერ, რომელიც დასანქცირებულია სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებისთვის. ეს არის ღალატი სტოლფასი ბრალდება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. მე არ ვიცი, მე მგონი თქვენ ძალიან კარგად იცით ეს ჩამონათვალი დღეს ქვეყანა არის საკმაოდ სერიოზული კრიზისის წინაშე, ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები და ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანის ერთ-ერთი შანსი არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. შესაბამისად, ჩვენ ამ ხელისუფლებასთან საპარლამენტო დონეზე ვერ და არ ვითანამშრომლებთ, იმიტომ რომ აქ არ ეხება მამუკა ხაზარაძის რაღაც კაპრიზებს ან ბადრი ჯაფარიძის. ეს არის სერიოზული ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ამბავი და შესაბამისად ამ არალეგიტიმურ პარლამენტს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ ვაღიარებთ შესაბამისად მის შექმნილ კომისიას. აქვე გეტყვით, რომ მე ხა სანამ შემოვიდოდი, მომივიდა ასე ვთქვათ, ინფორმაცია უკვე სასამართლოდან და როგორც არასდროს ოპერატიულად, ესე იგი ნეტარი ესეთი ოპერატიულობით თუნდაც იმ ბატონის საქმე გამოეძიებინათ, რომელიც 14 წელი ეძებს სამართალს ამ ხელისუფლების დროს, ბატონ ლეონიძეზე მაქვს საუბარი, იგივე მოსამართლეები, რომელმაც მას მიუსაჯეს და ეხლა ამათ დაწინაურებული ყავთ, ჩვენ დღეს ჩაგვინიშნეს სასამართლოს ხტომა. ესე იგი ძალიან ოპერატიულად მოქმედებენ ამ მიმართულებით. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა გამოცხადდებით სასამართლოში და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ თუ ვინმე სამე პრეტენზია აქვს, გავარჩიოთ იქ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს კამპანია, რომელიც დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენთვის არის აბსოლუტურად უცნობი დოკუმენტარულად, იმიტომ რომ ამ 14 წლის განმავლობაში, ისევე როგორც წინა 14 წლის განმავლობაში და ისევე როგორც მთელი ჩემი და ბადრის ბიზნეს საქმიანობის განმავლობაში ჩვენ არც ერთხელ არ ქონია პიროვნულად მიღებული საჩივარი ვინმეზე სასამართლო დონეზე. არ ქონია არანაირი დავა პიროვნულად და ვინმეს არ ქონია არანაირი პრეტენზია ჩვენს გაკეთებულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია. არც შევარდნაძის ხელისუფლების დროს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ესე ვთქვათ, ჩვენ სამეწარმეო საქმიანობაზე კერძო პირებს ან კომპანიებს არანაირი პრეტენზია არ ქონია, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლების დროს მე გუშინაც თქვი ეთერში, ჩვენზე იქნა სისხლისამართლის საქმე აღძრული 2013 წლიდან 2006 წლამდე და 2005-დან 2012-მდე მე ვიყავი პრაქტიკულად დაყადაღებული, იმიტომ რომ იმ ხელისუფლებამ გადაწყვიტა საკმაოდ სერიოზული რეკეტი განახორციელებინა და წაერთვა ჩემი პირადი ქონება, რასაც მე არ დავთანხმდი და მეტი საშუალება არ მქონდა გარდა იმისა, რომ უარი უთხარი და მატარეს სასამართლოში და პროკურატურაში 6 წლის განმავლობაში. ეს უბრალოდ ცნობისთვის. ეხლა რასთან ავა კიდე საქმე და მე ჯობია რომ კითხვებზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ალბათ ბევრი რამ გაინტერესებთ. დღეს სიტუაცია არის შემდეგი. ბიძინა ივანიშვილი მოქმედებს როგორც რუსი რეკეტიორი, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ. მან ჩაანაცვლა წინა ბიზნესზე თავდასხმები უფრო დახვეწილი მეთოდებით, რუსული მეთოდებით. ეს არის მოგუდვის და ვითომ
დამეგობრების მეთოდი, მაგრამ სინამდვილეში კომპანიებში წილში ჩაჯდომის მეთოდი და ვინც ამას ეურჩება, მასზე პირდაპირ მიდის სასამართლო. ესე მოხდა ჩვენ შემთხვევაში, ანაკლი არ იყო მარტო სტრატეგიული პროექტის გაჩერება და ესე ვთქვათ რუსების ინტერესები. აქ იყო პიროვნული ამბავი, მას უნდა რომ ის ყოფილიყო ამ პროექტში. მით უმეტეს მიუხედავად რომ ჩვენ შევთავაზეთ, მან ამაზე ღიად კატეგორიული უარი განაცხადა, მაგრამ მე იყო შემოთავაზება რაღაცა, რომელსაც ჩვენ ვერ დავეთანხმებოდით. პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ გაუმჭირვალი ბიზნესი მე ამ ქვეყანაში არ გამიკეთებია. მეორე მაგალითი, აგერ შორს ვარ წავიდეთ, არის ბაჩიაშვილის მაგალითი, სადაც მან მოთხოვა 50% კომპანიის და რომ მიიღო არგუმენტირებული პასუხი, მის წინააღმდეგ 11 წლიანი სასჯელი გამოაცხადა ბიძინა ივანიშვილის მურუსიზის სასამართლომ. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, თუ რამე არსებობს, ჩვენ მზათა ვართ პასუხი გავცეთ ამას, გავცეთ სასამართლოში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღევანდელი შექმნილი სიტუაცია არის დაწყებული იმიტომ, რომ გადაიფაროს ის გაჭირვება, რომელიც არის ქვეყანაში, ის მართლა უზარმაზარი ემიგრაცია, რომელმაც წალეკა ჩვენი ქვეყანა, ის დემოგრაფიული ვარდნა, რომელიც ქვეყანაშია, ინვესტიციების არ შემოსვლა, მე გეტყვით, რომ 1.3 მილიარდი დოლარი იყო პირდაპირი ინვესტიცია, foreign direct investment რასაც ქვია, და აქედან მხოლოდ 400 მილიონი იყო პირდაპირ ინვესტიცია, დანარჩენი იყო რეინვესტიცია, ანუ არსებული საქართველოში დიდი ხნის წინათ არსებული კომპანიების რეინვესტიცია. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩემი და ბადრის მოღვაწეობის დროს საქართველოში ჩვენ შევქმნით 100-მდე კომპანია, ვართ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელები, როგორც პერსონალურად, ისე კომპანიების სახით. დღეს ამ სისტემაში მუშაობს 15,000-მდე ადამიანი სტაბილურად და ეს ყველაფერი არის ის, რაც ჩვენ ესე ვთქვათ, დავტოვეთ 5 წლის წინ. დავტოვეთ შეგნებულად, დავტოვეთ იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ჩვენ კრიმინალურ ბანდას, სხვა სახელს მე ვერ დავარქმევ, ვერ გავატანთ. იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არ ემსახურებიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მათ მითვისებული და მიპრივატიზირებული აქვთ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესი და შესაბამისად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ გუშინაც თქვი, გუშინწინაც ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ ბოლომდე, არ დაუთმობთ უსამართლობას არც ერთი წამით, ბრძოლას გავაგრძელებთ და ისინი ხედავენ, რომ ჩვენი ძლიერი საქართველო იზრდება, ჩვენ ვართ ორიენტირებული უკეთესი საქართველოს მშენებლობისთვის, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობისთვის, ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ მოქალაქეები იყვნენ საქართველოში ღირსეულად და ჩვენი ახალგაზრდები არ ეძებდნენ უცხო ქვეყანაში თავის პერსპექტივას და არტოვებდნენ ამ ქვეყანას და მათ საქართველოში ქონდეთ ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში ქონდეთ განვითარების საშუალება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და თამუნოსთხოვ რომ ესე თქვათ კითხვები მიიღოს. მადლობა. მადლობა მობრძანებისთვის კოლეგები, როგორც ბატონმა მამუკამ თქვა, თავისუფალ რეჟიმში შეგვიძლია კითხვების დასმა, ასე რომ ირაკლი დაბლიაშვილს ვთხოვ პირველ კითხვაზე. ახსენეთ თქვენ მოგესალმებით.